გამარჯობა, მოგესალმებით ყველას. ეს არის ბოლო სიტყვა. მე ვარ ბექა პატურაშვილი, გიორგი ცხვიტავაა ჩემთან ერთად, ჩვენ თბილისიდან და რატი მუჯირი გვერდდება ვარშავადან. ბარაქიანი კვირა გქონდა ბიჭებო, რა სიტყვით, მშვენიერი ამბებით დახუნძლული, უდაოდ. ესე იგი, ჩვენი ბოლო ეპიზოდიდან შემდეგ უკვე ძალიან მართლა დიდი ამბები მოხდა. მოსკოვის დაბომბვა ჯერ არ იყო მომხდარი ჩვენ რომ ბოლო ეპიზოდი ჩავწერეთ. და არც ყირიმში არ იყო ის დიდი პროცესები დაწყებული, რას გულისხმობ, ესე აქტიურად გამოკვეთილი არ იყო ყოველ შემთხვევაში, რაც დღეს ხდება და რაც აი ამ ბოლო დღეების განმავლობაში უფრო და უფრო ძალიან აშკარად გამოჩნდა. მოკლედ, სასაუბრო ბევრი გვაქვს. მიხარია რომ რატი არის ჩვენთან ერთად, იმიტომ რომ გარკვეული რაღაცა ცოტა პოლიტიკური სკანდალი ვნახეთ ზელენსკის და პოლონეთის პრეზიდენტ შორის რაღაც ესეთი არც თუ ისე სასიამოვნო გარკვეული პროცესები იყო და საინტერესო იქნება ამის განხილვაც, თუმცა უნდა აღინიშნოს რომ ეს არ ნიშნავს ვინმე შეიძლება გაუხარდეს რომ არიქა და იქ ხა დაიძაბა ერთმანეთში ურთიერთობა, არ არის ესე. სამხედრო თანამშრომლობის თვალსაზრისით ძალიან კარგი დინამიკა ნარჩუნდება და ბევრი საინტერესო სიახლე მათ შორის ამ კვირაშიც გახდა ცნობილი. იგივე MiG-29-ის გადაცემის საკითხზე იყო ნიუსი რამდენადაც მე ვნახე და ამ თემასაც შევეხოთ. ასევე იქ დრონების წარმოების ნაწილში არის დიდი ზრდა ტემპის, ასე ვთქვათ, თანამშრომლობის თვალსაზრისით რაღაცები იტესტება უკრაინაში და ამაზეც შეგვიძლია ვისაუბროთ. გარდა ამისა, ამ კვირაში საინტერესო ასევე რუსეთ-უკრაინის ომის კონტექსტში იყო ლუკაშენკოს ამბავი. ბელარუსის მიმართ ზელენსკის ულტიმატუმი, რომ მოაშორეთ ეგ ტრანსლატორები, ეს რაღაცა გადამცემები, რომლითაც რუსებს უადვილდებათ საქმე შემდეგ უკვე რომ ბომბონ უკრაინის ქალაქები და ოლქები და პირიქით გარდა ამისა თავდაცვით ნაწილშიც მათთვის აადვილებს საქმეს მონიტორინგის თვალსაზრისით, თორემ ზელენსკიმ პირდაპირ შეუთვალა რომ შენ თუ არ მოაშორებ, ამას მე გავაკეთებ და მანამდე ძალიან უცნაური რაღაც ბოდიშის ტონი პრინციპში მოულოდნელი ლუკაშენკოს მხრიდან განცხადებები, რომ თითქოს არა ჩვენ ომი არ გვინდა და ჩვენ მშვიდობა გვინდა და მოდი ვილაპარაკოთ და მაშინ კი გამიკვირდა, მაგრამ შემდეგ მივხვდი რაშიც ყოფილა საქმე. უკვე მერე, როდესაც ეს ზელენსკის განცხადებები ვნახეთ და სააშკარაოზე გამოვიდა ეს ამბავი. მოკლედ, მანდაც ძალიან საინტერესო პროცესი მიდის. ძირითადად დღევანდელი ეპიზოდი მაინც ასე გამოდის, რომ რუსეთ-უკრაინის ომის ამბებს მიეძღვნება. შესაბამისად, დიდ დროს აღარ წავიღებ შესავალში, ეს იყო ძირითადი თემების ჩამონათვალი, თუმცა ჩვენი პრაქტიკა ასე აჩვენებს, რომ მსჯელობაში ბევრი საინტერესო თემა ამოვა ხოლმე და შემდეგ ამ თემებსაც მივყვებით და ვშლით. ამიტომ ჩემი რჩევა იქნება, რომ დარჩეთ ბოლომდე. მიადევნოთ თვალი დისკუსიას და ასევე თუ არ ხართ არხის გამომწერები ამ დრომდე, გამოიწერეთ აუცილებლად, ეს აბსოლუტურად უფასოა და დაალაიქეთ ძალიან მარტივი, ერთი დაჭერით, შეგიძლიათ რომ მიეხმაროთ ჩვენს არხს, ეს ძალიან კარგად მუშაობს, ალგორითმს ეუბნება რომ საინტერესო კონტენტია და სხვებსაც შემდეგ უკვე აჩვენებს რომ ნახონ. შეგიძლიათ ეს ძალიან მარტივად გააკეთოთ ჩვენი მხარდაჭერისთვის. დარჩით ბოლომდე, კავკასიას დიდი მადლობა უთხრათ აუცილებლად, რომელიც ყოველ ჯერზე გვითმობს ეთერს, საეთერო დროს, რამდენჯერმე ამეორებენ ხოლმე ჩვენ ეპიზოდებს, რაც მიანიშნებს ერთის მხრივ, რომ მათთვის საინტერესოა ჩვენი პროექტი და ჩვენც, რა თქმა უნდა, მადლობლები ვართ. ძალიან მადლობლები ვართ ამ შესაძლებლობისთვის. რატი როგორ ხარ? წინა ეპიზოდში არ იყავი და ისე მოხდა, რომ პრინციპში აი ახლა ძალიან აქტუალური თემა დაემთხვა და მოდი აქედან ხომ არ დავიწყოთ. დავიწყოთ აქედან და თან უკრაინას დაბომბვაშია ჩვენ ზივით თემასთან და დავიწყოთ და გადავიდეთ მერეთლიანთ უკრაინაზე. პირველ რიგში კიდევ ერთხელ მოგესალმებით ბოდიში, პირველ რიგში მაყურებელთან წინა ეპიზოდს გამოვაყობი გარკვეული სუბიექტური მიზეზების გამო, თუმცა მინდა გითხრათ რომ გიყურეთ, გისმინეთ და ძალიან კარგად ისმინება და მართლა ძალიან მიკურს ადამიანების, რომელიც გვიყურებს და გამოწერილი არ აქვს არხი, იმიტომ რომ მაყურებლის პოზიციიდან შეხედე ეს? კი, მაყურებლის პოზიციიდან შევხედე და უბრალოდ თუ გამოწერილი არ გაქვს, შეიძლება ეპიზოდები გამოგჩეთ, ვფიქრობ ყოველთვის საინტერესო დისკუსია გვაქვს ხოლმე. ახლა რაც შეეხება იმ სკანდალს, პოლიტიკურ სკანდალს, რომელშიც პოლონეთი და უკრაინა გაეხვა, ყველაფერი დაიწყო იმით, რომ ზელენსკიმ გადადგა პერსონალურად ჩემი შეფასებით არც თუ ერთმნიშვნელოვანი, ყველაზე მსუბუქად რო შევაფასო,
ნაბიჯი, როდესაც უპას მიანიჭა გარკვეული ეროვნული სტატუსი, რამაც გამოიწვია პოლონელების გაღიზიანება, რაში მდგომარეობდა, რატომ გაღიზიანდა პოლონეთი, იმიტომ რომ მეორე მსოფლიო ომის დროს ეს უკრაინული დანაყოფი ვერმახტის მხარეს იბრძოდა, ზუსტად რომელ დანაყოფში სამწუხაროდ არ მახსოვს, თუმცა საკმაოდ დიდი წვლილი მიუძღვის ადგილობრივი პოლონელების ძალიან სუდათ მოქცევაში, ასე რომ ვთქვათ, ყველაზე მსუბ კათოლიკე ეპისკოპოსს ასევე და თავიდანვე როგორც კი ზელენსკიმ გააკეთა განცხადება, რომ ამას აპირებდა, მაშინ არა მხოლოდ პრეზიდენტის, არამედ პრემიერის საკმაოდ სტიხისტი განცხადებაც მოყვა ამ ყველაფერს. თუმცა მიუხედავად ამისა, ზელენსკიმ ეს ნაბიჯი გადადგა და მერე დაიწყო უკვე ესე ვთქვათ overreacting, ანუ არასაჭირო რეაქცია პოლონეთიდან, ჩამოართვა ნოვროცკიმ ზელენსკის თეთრი არწივის ორდენით, სწორად მახსოვს, ერთ-ერთი ჯილდო, მოკლედ. მე ამას უმაღლესი ჯილდო რაც იყო პოლონეთის სახელმწიფოსი. ამას მოყვა უკვე ფლეშმობი, როდესაც ზელენსკიმ პოსტით გამოაგზავნა ეს ჯილდო და ამას მოყვა უკრაინის ყველა პრეზიდენტი, რომელიც ცოცხალია ამ დროისთვის ეს პოლონური ჯილდოები დააბრუნეს. მოკლედ ამ პერიპეტიებს აღარ მოვყვები, ალბათ მოყვებას ისონება, ანუ მოკლედ შინაარსი ის არის, რომ უკრაინელებმა უმაღლეს თანამდებობის პირებმა, არა მხოლოდ პრეზიდენტმა დააბრუნეს ეს ჯილდოები, რომელიც იყო. აქ აღსანიშნავი რაც არის, ამ ნაწილში რაც შეიძლება ქართულ მოყვებას გამორჩა არის ის, რომ უშუალოდ პოლონეთის სეიმშიც, ანუ პარლამენტშიც დეპუტატებმა, რომელიც არ არიან განწყობილი პრეზიდენტისადმი ლოიალობით, გარკვეული ჯილდოები დააბრუნეს. საკმაოდ დიდი სკანდალი მოყვა და ეს ყველაფერი ხდებოდა, რაც მთავარია გდანსკის კონფერენციის წინ. გდანსკის კონფერენცია დღეს გაიხსნა, ახლა როცა ჩვენ ამ ეპიზოდს წერდა, გაგრძელდება და ეს ეხება უკრაინის აღდგენის კონფერენციას, უმაღლესი რანგის კონფერენცია არის, ევროკავშირიდან ჩასული სახელმწიფოები, საუბარია თანხის მოზიდვაზე, იმაზე თუ როგორ უნდა აღდგეს უკრაინა და ზუსტად დღეს დილით, მაშინ როდესაც ეს კონფერენცია გაიხსნა, პოლონურ მედიაში გაჩნდა ვარაუდი გარკვეულ წყაროებზე დაყრდნობით, როგორც ეწერა ყოველ შემთხვევაში, რომ ნოვროცკის ეს ხისტი ნაბიჯი გამოწვეული იყო მცდელობით, რომ ეს კონფერენცია ჩაშლილიყო. ანუ დიპლომატიური სკანდალი იმდენად უნდა გაღრმავებულიყო, რომ პოლონური მხარე აქ აღარ ჩამოსულიყო, პოლონური და ბუდიში უკრაინული მხარე აქ აღარ ჩამოსულიყო და კონფერენცია ჩაშლილიყო. აქ მთელი ამბავი იმაში არის, რომ დაგეგმილი იყო ზელენსკის ჩამოსვლა ამ კონფერენციაზე და ზელენსკი არ არის კონფერენციაზე, თუმცა არის პრემიერი. აქვე კიდევ ერთი ესეთი ინსაიდერული ამბავი, რომ არ იყო პრეზიდენტი პოლონეთის მიწვეული ამ კონფერენციაზე. ოფიციალური განმარტება იყო, რომ არ მიწვეს იმდენად, რამდენადაც ეს პრემიერების დონეზე შეხვედრა იყო. მერე ეთყობა კიდევ რაღაცა ზელენსკიზე კიდე კითხვის ნიშნები დაიცვა, რომ ის ხო პრეზიდენტი. მოკლედ იყო ეს რაღაცა პოლიტიკური ინტრიგების ერთგვარი სპირალი. თუმცა ყველაფერი დასრულდა იმით, რომ ეს კონფერენცია შედგა. ხვალ უკვე გახდება ცნობილი კონკრეტული შედეგები. უკრაინა ზელენსკის მეთაურობით არა, მაგრამ პრემიერის მეთაურობით წარმოდგენილია და საკმაოდ ესეთი მართლა ძალიან მნიშვნელოვანი ის არის რა კონფერენცია და ძალიან დიდი ყურადღება ეთმობა ამ ყველაფერს. ანუ თუ კი ის ვერსია, რასაც პოლონური მედია წერს, სიმართლეა, რომ ნოვროცკის მიზანი იყო კონფერენციის ჩაშლა და იმიტომ ყველას უკვირდა კი ამბობდნენ, რომ თქვა ზელენსკიმ გადააჭარბა, როდესაც ეს გადაწყვეტილება მიიღო, რომ დაიჯილდოებინა, მოეხსენიებინა ეს უპა, თუმცა ნოვროცკის რეაქციას სიმწვავესაც ვერავინ ვერ ეწეოდა, ანუ რა საჭირო იყო აი ესეთი ხისტი გადაწყვეტილება. და მე რაღაცნაირად ერთმანეთს ეს ყველაფერი უკავშირდება, თუმცა კიდევ ერთხელ მე ამის მტკიცებას ვერ დავიწყებ, მხოლოდ ვერსიას გავაზრდ, რომელიც აქ ადგილობრივად პოლონურ მედიაში გაჟღერდა. და თუ კი მოკლედ იყო ჩაშლა ამ კონფერენციის მიზანი, ეს მიზანი ვერ შედგა. მით უფრო არათუ ვერ შედგა, დღესვე განახლდა თემა, რაც შენახსენებ ეკა მიგოს დაწყებზე. თუ სწორად მახსოვს, შეკიდებ შარშან იყო გადაწყვეტილება მიღებული, რომ უნდა გადაეცა დეკემბერში. ხო, პოლონეთს უკრაინისთვის ეს მიგოს დაწყები და მისთანავ სხვათა შორის F-35-ების შესყიდვაზე იყო საუბარი და არ მახსოვს მოვყევი თუ არა ეპიზოდში, თუმცა მე მგონი იცი ეპიზოდიდან გავმაზე დროში ვერ მოვასწრებდი.
აი ეს 95-ის პრეზენტაცია რომ მოხდა პოლონეთში საკმაოდ საინტერესო ამბავი იყო რა და ეხლა ბარემ ჯერ ერთი როგორ ზრუნავს სახელმწიფო მოქალაქეების უსაფრთხოებაზე და ინფორმირებულობაზე ამის ძალიან კარგი მაგალითი და მეორე თვითონ პოლონეთი როგორ ამაყობს ამ სამხედრო ძლიერებას. ანუ 95-ის პრეზენტაცია რომ ყოფილიყო წინა საღამოს მობილური ქსელის ოპერატორებზე ტელეფონების მასშტაბის მათ შორის ჩემთანაც დაიგზავნა SMS-ები რომ ხვალ მოხდება ამისი პრეზენტაცია და პრეზენტაცია თავის თავში გულისხმობს ერთი ავიაბაზიდან აფრენას და მთელ ქვეყანას გადაუფრენს თავზე ეს F-35-ები. ოღონდ გადაფრენა მოხდება დაბალ სიმაღლეზე და ამას მოყვებოდა განრიგი საათობრივი რომელ საათზე რომელ ქალაქის თავზე იქნებოდა თვითმფრინავი. და ეს იყო ერთის მხრივ გაფრთხილება რომ ეხა ომის მეზობელი ქვეყანაა ხო და დაბალ სიმაღლეზე მფრინავი თვითმფრინავი ყოველთვის შეიძლება არ იყოს სასიამოვნო და პირიქით შიშის მონგველი იყოს. ამიტომ ერთის მხრივ გაფრთხილება იყო რომ შენ იცოდი შენი ქალაქის თავზე დაბალ სიმაღლეზე თვითმფრინავი როდის გადაიფრენდა და მეორეს მხრივ კარგი პრეზენტაცია იყო პირდაპირ ეს შენი თვალით ხედავდი ასე ვთქვათ როგორ გადაგიფრენდა რა. ანუ ეს არის ერთგვარი წინასწარი გაფრთხილებაც არის ანუ მოსახლეობაზე ზრუნვა არ შეგეშინდეს მეორეს მხრივ პრეზენტაცია იმ სიძლიერის F-35-ის სიძლიერე იმედია ჩვენმა მაყურებელმა იცის ხო არ ვიცი მე არ გონია რომ თანამედროვე სამყაროში ამაზე ძლიერი გამანადგურებელი არსებობს არ ვიცი თუ მეშლება ორივე კარგად იცით ეს თემა და შემისწორ. ხო ანუ ეს იყო და რამაც გამახსენე ეს ყოფილი მიგოსტაცხვები არის. რამდენი არის F-35 რატი დავალდა? თუ არ მომღალატოს მეხსიერება 5-ზე უნდა იყოს საუბარი. არ ვიცი, ვერ დავდებ თავს ესე არ მახსოვს შეიძლება ვსდებოდ. მაგრამ ეს არ არის რაღაცა უმნიშვნელო. ხო, საკმაოდ ძლიერი კომპონენტი არის. სუპერ თანამედროვე სტელს გამანადგურებლები არის ამერიკული, რომელიც რა ვიცი, მსოფლიოში ზუსტად იმაზე საუბარი რომ ანუ პრაქტიკულად ამ ყველაფრის შესყიდვა შესაძლებელი გახდა მას შემდეგ რაც ეს მიგოსტაცხვები გადაეცა მიიღეს ხელისუფლება უკრაინის გადაცემაზე ხო და აქ გაჩნდა კიდევ ახალი ვერსია არ ვიცი თქვენ რამდენად ნახეთ თუ ესეც მხოლოდ პოლონურ მედიაში მუსირებს რომ შესაძლოა იყოს საუბარი გარკვეული დრონ ტექნოლოგიების მიცემა პოლონეთისთვის უკრაინელების მხრიდან აი ამ მიგოსტაცხვების სანაცვლოდ ასე რა ანუ სამხედრო თანამშრომლობის ნაწილში ამით იმის თქმა მინდა რომ კი ავიაგამონადგურებლები აი ესეთი ძლავრი უფრო ერთი თაობით ძველი ტექნიკა ესე დავარქოთ იმიტომ რომ დრონები ჩემი აზრით 21 საუკუნის ტექნიკაა ხო ანუ ის რაც ახლა იაფიან დრონს შეუძლია არ ვიცი რამდენად რომელი უფრო ეფექტურია შეიძლება კიდევ ვიღაცამ კითხვა დასვას ხო სხვადასხვა ფუნქციებისთვის არის რამდენადაც ხო რამდენად წინ არის უკრაინა წასული დრონების წარმოებაში რომ ნატოს წევრი პოლონეთი მისგან ცდილობს ამ რაღაცა გარკვეული ტექნოლოგიების მიღებას ხო ანუ ამ ომმა რამე თუ გვაჩვენა ჩვენ რეალობაში რის განსხვავდება დაუშვათ ხო წინა ომებისგან არის ის რომ იაფი და გამანადგურებელი რაღაც ამაზე კეთდება მთელი აქცენტი ხო ანუ თითქოს აღარ არის ეს ტანკები დიდი იერიში მიუხედავად იმისა რომ ისა უკრაინა თავისი გეოგრაფიით იძლევა ხო სატანკო იერიშების და ესე პოლკების შეტევის საშუალებას ხო თუმცა ვერ ხედავთ ამას და პირველ რიგში ვერ ხედავთ ზუსტად იმიტომ რომ სხვადასხვა მოდიფიკაციის დრონები მუშაობენ გიჟებივით ასე ხო ანუ ვით უფრო გიორგი 5 წამს თუ 2 წამს აღმოჩენიდან რეაგირებამდე რა იყო 2 წუთი და 30 წამი წარმოიდგინეთ რა რომ აი რამხელა როგორ სად არის მისული და დიდწილად სწორედ ამან განაპირობა ის შეგვიძლია უკვე თამამად დავარქვათ ფრონტზე არსებულ სიტუაციას ეს აღარ არის გახსნა ხო პირიქით გარკვეული უპირატესობა მიიღეს უკრაინელებს მე ფრონტზე როცა გადავალთ ალბათ კონსტანტინოპოლის ნაწილზე ცოტა უფრო სხვა ვისაუბრებთ სადაც თქვათ უკრაინელებს ისე არ ულხილთ როგორც თქვათ სხვაგან შეიძლება მაგრამ აქ სამხრეთის მიმართულება არის ძალიან მნიშვნელოვანი და იმ ლოჯისტიკის გადაჭრა მანდაც აუცილებლად მივიღოთ დრონებით ხო ანუ რომ არა დრონები სხვადასხვა მოდიფიკაციის რავი არავინ იცის რა მოხდებოდა და აქ მნიშვნელოვანი ის რა არის ეხა არის პერიოდი
სანამ რუსეთი ალღოს აუღებს აი ამ ახალი დრონების წინააღმდეგ ბრძოლას, ხო? მე გავაზობთ რომ ყირიმის ამბავს და სამხრეთის ამბავს შემდეგ შევეხოთ ერთი სურვილი მქონდა რომ დამემატებინა ამ მიგების ამბავზე პატარა რეპლიკა დრონები ცალსახად გასაგებია მაგრამ აი ახლა მაგათი გადაცემა არის ძალიან მნიშვნელოვანი ეს ამბავი ერთვის თან საავიაციო ბომბების გამოჩენას უშუალოდ უკრაინული წარმოების და ეგ არის ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი აი ფრონტის ხაზზე და ცოტა მიღმა სიღრმეში მუშაობის თვალსაზრისით, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით რომ რუსები ძალიან აქტიურად იყენებდნენ ამ საავიაციო ბომბებს და კადრებში რასაც ხედავთ განადგურებულ ქალაქებს, ვიცი, იქ ბახმუტიდან მოყოლებული კონსტანტინოვკის ჩათვლით დღეს აქტუალური ამბავი ეგ არის ძირითადი ნგრევის გამომწვევი სწორედ ეს საავიაციო მძიმე ბომბები არის რომლებსაც ამ პლანირებადი მოდულების საშუალებით უშვებდნენ შორი დისტანციიდან, სიღრმიდან და ანადგურებდნენ შემდეგ ამ დასახლებულ პუნქტებს და არა მხოლოდ და ასევე გამაგრებული ხაზები რაც არის იქაც სანგრებშიც პოზიციებს უბომბავდნენ. ამ შემთხვევაში ზუსტად გუშინ გამოჩნდა უკვე ოფიციალურად დადასტურებული კადრები, სადაც ჩანს უკრაინული იგივე ანალოგიური, ასე ვთქვათ, სისტემა, რაც გულისხმობს ძველი საავიაციო ბომბების მართვის ფუნქციის დამატებას და შორი დისტანციიდან ჩამოყრას, ასე ვთქვათ. ეგ პლანირებადი ბომბები, სწორედ მათი გაშვება ძირითადად ახლა ადაპტირებული არის ამ მიგებზე. და თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ახალი რაოდენობა შეემატება უკრაინის ავიაციას, წაადგება მაგ საქმეს. აი ამის დამატება მინდოდა და ძალიან კარგად დაემთხვა ეგ ყველაფერი დროში. იგივე ფრანგულ მირაჟებთან და სხვა შვედურ გრიფენებთან და ასე შემდეგ ვიცით რომ თანდათან უფრო ივსება ეს უკრაინული ავიაციის პარკი. საავიაციო. და არათუ ივსება მომავალზეც არის გათქვა, რომ აი იგივე გრიფენების მომავალში ჩავა კიდე ბევრი ომის მერე. ხო, 5 წლიანი პროექტია თუ არ ვცდები, ხო? პატარა რეპლიკა სანამ ამ ნაწილს მოვრჩებით, იქნებ მოვასწროთ. ანუ მართვა აღმოჩენა განადგურება 2 წამნახევარი ეს ერთი და უპასთან დაკავშირებით ის რომ ანუ პატარა რეპლიკა მანდაც რომ სრულად არ ითვლებოდა მაინდა-მაინც ვერმახტის ნაწილად უფრო გალიცია იყო ვაფენ-SS-ის ქვედანაყოფი, მაგრამ ესენი იყვნენ კოლაბორაციაში ერთგვარად და იბრძოდნენ თითქოს ორივეს წინააღმდეგ, მაგრამ ნაწილობრივ კოლაბორაციაში იყვნენ ნაცისტებთან და იმ დროს, როდესაც გამოაცხადეს დამოუკიდებლობა დასავლეთ უკრაინაში, მაშინ სტეპან ბანდერა დაიჭირეს, ჩასვეს ციხეში, ამასობაში ესენი კიდე რაღაც მოკლედ დიდი სკანდალი არის და მან მაგ სკანდალის ერთი პატარა სეგმენტი რახან ჩვენი კაცი არის პოლონეთში იქნება გვითხრა აი ამ სოფლის მეურნეობის თემასთან დაკავშირებითაც, იმიტომ რომ ჩვენ მაყურებელსაც რომ ავუხსნათ და თვალსაჩინოდ დავანახოთ, რომ ორი მეზობელი ქვეყანა, რომელიც მეზობლად ცხოვრობს, პოლონეთი, რომელიც მუდამ ხარს უჭერს უკრაინას ყველაფერში და ამასობაში როგორ იცავს საკუთარ ეროვნულ ინტერესებს და სად გადის ეს ზღვარი, ანუ რის უფლებას აღარ აძლევს, სად დგას მკაფიოდ ხოლმე. ეს ძალიან კარგად უნდა იყოს ახსნილი ყველასთვის, რომ მეზობლები არიან, ხდება იქ რაღაცა დაპირისპირება პოლიტიკური ხასიათის თუ ეკონომიკური ხასიათის თუ ასე შემდეგ, ყველა სახელმწიფოს გააჩნია თავისი ეროვნული ინტერესი, მაგრამ ამავდროულად არნიშნავს ის, რომ უკრაინას ვინმე რაღაცაში დაჩაგრავს იმაზე მეტად, ვიდრე ეს აუცილებელი, ხო? ანუ ეროვნული ინტერესების გათვალისწინების გარეშე. ხო, დაჩაგრავს არათუ დაჩაგრავს პირიქით, ანუ თავს არ დაიჩაგრავს იმის გამო, რომ უკრაინა ომშია, თქვა. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კარგად ესმის პოლონეთში ყოველას თუ უკრაინა დაეცა, ანუ შემდეგი აუცილებლად პოლონეთი იქნება, ეს არნიშნავს იმას, რომ პოლონეთი თუნდაც იგივე აგრარული სექტორი ახსენი არ დაიცავს თავის ფერმერებს, ხო, იგივე აი ამ ექსპორტ-იმპორტის საკითხებზე და აქ მთელი რიგი ისინია გადაწყვეტილებები მიღებული, როგორ დაეცვან ეს ფერმერები, ჩვენ არ ვიცი ამიან ახსოვს მოყოლებას პოლონელი ფერმერებისაც აქციები მოყვა იგივე უკრაინული ტვირთების შემოტანასთან დაკავშირებით, აი ეს იყო სერიოზული პრობლემა, თუმცა პოლონეთის სახელმწიფო მოახერხა ისე, რომ რჩება უკრაინის
თავარ ხარდაჭერად, მაგრამ პარალელურად იცავს საკუთარ სუვერენიტეტს და საკუთარ ინტერესებს. როდესაც ჩვენ თბილისში ველაპარაკებიან იმას, რომ თურმე ეს ორი ერთად შეუძლებელია და ან უნდა უკრაინა დაიცვა, ან საქართველო, ეს არის ტყუილი და ეს ტყუილია, აგერ პოლონეთერი ამისი ყველაზე კარგი მაგალითი, მართლა ეს პროპორციულად ერთ მოსახლეზე დახარჯული დახმარება სამხედრო იქნება თუ ეკონომიკური იქნება თუ ჰუმანიტარული რომ გავთვალოთ, არ მგონია რომ პოლონეთზე მეტი ვინმეს კონდეს გაკეთებული მსოფლიოში, ხო, იმიტომ რომ ყველაფერს თავი დავანებოთ, ტოლულების რან აკადემია იყო და რან აკადემიის ლოჯისტიკას გაუძლო და ეხლა მელტოლულად არ შემოსულა რამ ქვეყანაში ომის დროს, მაგრამ როდესაც ომი დაიწყო და უკრაინიდან გამოსვლა მომიწია, ნუ პოლონეთიდან მომიწია გამოსვლა. და ისაც მე საზღვარზე შემხვდა და დამხვდა, ხო, ანუ და რო უხსნიდი რომ არ ვარ უკრაინელი ჟურნალისტი ვარ და მე ეს ყველაფერი არ მჭირდება, მეუბნებოდი რომ გასაგებია რომ ომიდან მოდიხარ და ეს ყველაფერი გათვალისწინებულია და აღარ სხვა ეს ყველაფერი მეზობელმა ომის მეზობელმა სახელმწიფომ შეძლო და ჩვენ რომელსაც გვაშორებს ამხელად ზღვა, ხო, უშუალოდ ომის თეატრთან, როგორ არ შეგვიძლია ვიყოთ სახელმწიფო, რომელიც თან უკრაინას დაეხმარება და გვერდში დაუდგება და თან საკუთარ ინტერესებს დაიცავს. გამორიცხულია რომ შეუძლებელი იყოს, ეს შესაძლებელია თუ კი ამის პოლიტიკური ნება არსებობს, ხო? შესაბამისად, ხო, ეს აბსოლუტური ტყუილია, როდესაც ვინმე ასე დილემას აყენებს, რომ ან უკრაინას უნდა დავეხმარო, ან თავი უნდა დავიცვა. ასე არ ხდება. და ისე აი პატარა რეპლიკით რომ უპას დაუბრუნდეთ, რაც შენ თქვი, გიორგი, აბსოლუტურად მართალია და ამ შემთხვევაში ვფიქრობ, რომ ტუსკის პოზიცია იყო ყველაზე სწორი რა, რომ ისტორიაში ქექვა და ამაზე ახლა დავა, თუ კი ვინმეს სიკეთეს მოუტანს, ეს არის რუსეთი. ანუ ამითი თავისი ქვეყნის პრეზიდენტსაც მიუთითა, რომ ეხა დაამუხვუჭე და ზელენსკისთანაც გააგზავნა მესიჯი, რომ მოდი ეხლა დღევანდელ დღეში დავუბრუნდეთ და დღევანდელ ომს დავუბრუნდეთ და ნუ მე მართლა ძალიან კარგია რომ ეს არ ჩაიშალა ეს გდანსკი, იმიტომ რომ ეს იქნება ძალიან დიდი შეიძლება იქნებოდა პუტინისთვის რაღაც გაგება. პუტინისთვის საჩუქარი იქნებოდა ერთი, მაგრამ პუტინის საჩუქარსო თავი დამანებოთ, შეიძლება ამ კონფერენციის შედეგად ეხლავე და დღესვე რაღაცა ფინანსები და სახსრები არ გამოჩნდეს უკრაინისთვის, მაგრამ იმდენად დიდი პოლიტიკური სკანდალი იქნებოდა, რომ აი თითქოს მინიმუმ მორალურ და საინფორმაციო უპირატესობას, რომელსაც წელს მიაღწია უკრაინამ ამ ომში, საგრძნობლად დაკარგავდა. ამიტომ, ნუ, მხოლოდ შემიძლია ვთქვა, როგორც რუსეთის წინააღმდეგ ადამიანმა, რომ მხოლოდ მოხარული ვარ, რომ ეს ნელ-ნელა ცხრება ეს კონფლიქტი და იმედი მაქვს, რომ ბოლომდე ჩაცხრება და ეს მეგობრული ურთიერთობები იგივე ტემპით გაგრძელდება. ჩვენი კაცი ვარშავადან შესანიშნავი პოზიციით, რატი? ხო, ამ ნაწილში მოდი 2 წუთი კიდევ დავუთმოთ, გვაქვს მე მგონი ეგრე გვაქვს გათვლილი ჩვენ რომ ხო. მოდი შევეხოთ დრონების გამოცდის საკითხს. დიდი ამბავი იყო მაგაზე პოლონური, დაახლოებით ძალიან მივეჩვეთ, მაგრამ ეს ბოტასივით ჩაჯდა ყურში რა, ხო იცი, შაჰიდის ტიპის დრონები. ნუ რეალურად ახლა არანაირი კავშირი არ აქვს ირანულ შაჰიდებთან, მაგრამ ნუ ასე ვეძახით გერანებსაც და იმასაც და ამ ლუტებსაც. თუ ტექნოლოგია დაახლოებით ერთია და ხო, აი ახალი დრონები გამოცადეს უკრაინაში პოლონური წარმოების, რომელიც რაღაც ძალიან სწრაფია, რამდენადაც მე გავეცანი ინფორმაციას და ნუ ესაც ამ დღეებში ხდება აი ამ პოლიტიკური სკანდალის ფონზე. რა ტიპის თანამშრომლობა არის, თქვათ რა ვიცი, 1-2 წუთში თუ შეგიძლია მოგვიყვედა. სიმართლე რომ გითხრა, მეც აი ესე ძალიან ზედაპირული ინფორმაცია მაქვს, რაც მოვწერე, იმიტომ რომ სამუშაო კვირაა და თან რაღაც სხვადასხვა საკითხები და მაგ ამბებში არ ვიცი დეტალურად, მაგრამ ანუ ზოგადად რო შევეხოთ მაგ თემას, ხო, ანუ ფაქტი ერთია, რომ აი ეს ერთობლივი სამხედრო წარმოებები ორმხრივი ხდება უპირატესი და ჩნდება ორმხრივი თანამშრომლობების ახალი პერსპექტივა და შესაძლებლობები. და თქვათ ფული, ტექნოლოგია და ამისი შეჯვარება და მერე ვისაც რა შეუძლია იმას ჩამოდის და მერე იქნება ახალი შეიარაღება, რომელთაც ორი მხარეს არგებობს. და ისევ არ შემიძლია გულდაწყვეტით არ ვთქვა, რომ საქართველოს ამ ყველაფერში არ არის. უბრალოდ არ არის. და მეტიც ის რეალობა მივიღეთ საერთოდ, რომ დღეს რო ვისმენდი, უბრალოდ არ მჯეროდა, რომ შალვა პაპუაშვილი რუსეთს და ევროპარლამენტს უთანაბრებდა ერთმანეთს და ორივეო ჩვენს არც ერთი ჩვენს სუვერენიტეტს არ აღიარებსო, უბრალოდ
ყველაზე მეტი მტერია სუვერენიტეტისა, ასეთი ციტატა. წაგვიყვანა ისო ამ შიდა პოლიტიკაზე, თუმცა აი მართლა ყველაფერი უკავშირდება და იმიტომ ლოგიკურია. როდესაც ორმხრივი სამხედრო თანამშრომლობის ასეთი შესაძლებლობა არის და ჩვენ ვიცით რომ იგივე თქვათ რავი დელტაზე ხო, დელტას პოტენციალის გამოყენება ამდენი შესაძლებლობა აი ფული ამისთვის არსებობს დღეს სამყაროში ფული ხო? ყველა თითქოს რაღაცა დიდი ომისთვის ემზადება და ჩვენ ამ დიდი ომისთვის როგორ ვემზადებ? კარგი, მოდი ესე ვქნათ ახლა, დავაანონსებ შემდეგ თემებს, რაზეც პრინციპში თავშიც ვისაუბრეთ. ყირიმზე ვისაუბროთ შემდეგ ნაწილში, ვისაუბროთ რუსეთში არსებულ საწვავის კრიზისზე და თან ებმის ამ ყველაფერს პოლიტიკური კრიზისი და საზოგადოების უკმაყოფილება, რაც ძალიან მზარდი არის და მოდი ამას მივუძღვნოთ დანარჩენი დრო. გთავაზობთ აქვე, ვინც ჯერ კიდევ არ ხართ ჩვენი გამომწერები, გამოიწერეთ და თუ ამ დრომდე გვიყურებთ და ლაიქეთ ვიდეო. პირდაპირ კითხვით გადმოვალ თქვენთან. როგორ წარმოგიდგენიათ ამ პროცესის გაგრძელება? ანუ გასაგებია რომ ვხედავთ ფაქტობრივად იზოლაციას. უკრაინის სამხრეთი ოკუპირებული ტერიტორიებიდან ყირიმთან დამაკავშირებელი ყველა ხიდი ფაქტობრივად არის ან მნიშვნელოვნად დაზიანებული, ან განადგურებული და ახლა მიმდინარეობს აქტიური მსჯელობა იმის შესახებ, იქნება თუ არა დარტყმა ქერჩის ხიდზეც და სატელიტური ფოტოებიც ვნახეთ, სადაც განსაკუთრებული მზადება ჩანს რუსების მხრიდან. მთელი წყება დამცავი ზღუდეები არის გაკეთებული, იქ საჰაერო თავდაცვის სისტემები, მაგრამ რაღაც რამდენიმე ასეულ მეტრში იქაც უბომბავენ, მათ შორის ნავთობ რეზერვუარებს. გასაგებია კრიზისი რომელიც არის შექმნილი ის რომ რუსეთის მოქალაქეები ცდილობენ ახლა და საცობებში დგანან რომ გააღწიონ ყირიმიდან როგორ წარმოგიდგენიათ პროცესი ამის შემდეგ ანუ მინიშნებას ვაკეთებ იმ თემაზე რომელიც უკვე მუსირებს მათ შორის გაიჟღერა დესანტის ვერსიამაც რომ ხომ არ შეიძლება რაღაც სამხედრო სცენარი ვიხილოთ იქ რას ფიქრობთ მე დავიწყებ მაშინ და დესანტი ჯერ არ მგონია მართლა რო გითხრა იმიტომ რომ ეს არის ციხესიმაგრე აქცევენ კუნძულად თუ არა ამას ცდილობენ რომ ნახევარკუნძული კუნძულად აქციონ ანუ მაქსიმალურად მოჭრან ყველანაირი მომარაგების გზა და ყველანაირი შესაძლებლობა გადაადგილების მოამწყდიონ ალყაში და ნუ მერე იმოქმედონ უკვე სხვადასხვა მექანიზმები სხვადასხვა საშუალებებით ვინ როგორ დაგეგმავს გააჩნია იმიტომ რომ ყირიმს ჰქონდა თავისი საუკუნეების განმავლობაში ყირიმი იყო სამხედრო მოქმედებების ერთ-ერთი მთავარი თეატრი და ძალიან ბევრი ომი მომხდარა ყირიმის ნახევარკუნძულზე შესაბამისად ისტორიის სამხედრო სახელმძღვანელოების სავსეა სხვადასხვა ტაქტიკულ ანუ სტრატეგიიდან დაწყებული ტაქტიკურ ოპერატიულ დონემდე ყველანაირი კონფიგურაციის ოპერაციით ხო ანუ სავსეა ეს ყველაფერი ვინ რა ინოვაციას შემოიტანს ამ ყველაფერში ამას ვნახავთ იმიტომ რომ 21 საუკუნეში ვართ ბევრად განსხვავებულ ერაში ვცხოვრობთ ციფრულ ერაში ვცხოვრობთ იმ ტექნიკურ საშუალებების ერაში ვცხოვრობთ, როდესაც მაგალითად აი მართლა 2.5 წამში ხდება აღმოჩენიდან განადგურებამდე დავიდა ხო ეს დრო და დრონები მარტო Firepoint-ი არ არის, აქ არის უამრავი სხვა აღჭურვილობა, სხვა ტექნიკური შესაძლებლობები წმინდა უკრაინული და ასევე დასავლელი პარტნიორების მიერ მიწოდებული ტექნოლოგიები, ასე რომ ტექნოლოგიებზე ვაკეთებ მე ძირითადად აქცენტს, თუმცა რა თქმა უნდა, მხოლოდ ტექნოლოგია ვერ შეძლებს დეოკუპაციას, ხო? იქ ფიზიკურად ადამიანები იქნებიან საჭირო, რომლებიც ამ ყველაფერს გააკეთებენ. ყირიმზე ჩვენ ვხედავდით თავიდანვე გარკვეულ აქცენტებს, მათ შორის სამეთაურო საკომანდო პუნქტების, შავი ზღვის ფლოტის შტაბების იქ განთავსებული დარტყმებს, არაკეტო იერიშებს და ამ შემდეგ ახლა ვხედავთ აბსოლუტურად განსხვავებულ რაღაცას. და სხვათა შორის ესეც რაღაცა ამ ომის ერთგვარი დრამატურგია თუ შეიძლება უწოდოთ, ეს ერთგვარი ხაზი არის, ვიცით რომ მწვანე კაცუნები როდის გამოჩნდნენ, ანუ პირველად გამოჩნდნენ ზუსტად ყირიმის ნახევარკუნძულზე, ეგრეთ წოდებული თავაზიანი ადამიანები, ყველანაირი აღნიშვნის და მარკირების გარეშე და მაშინ თელმა სამყარომ ჩაყლაპა და თელმა სამყარომ ეს გაიწია, ხო, გაემიჯნა ამ მწვანე კაცუნებად აღიარეს. მწვანე კაცუნებად აღიარეს და მაგითი ამიტომ რითიც დაიწყო
სავარაუდოდ ზუსტად აი მაგას უყურებთ ახლა და ამას მიყვება დომინოს პრინციპით მე უკვე ყველაფერი დანარჩენი. ეს რა თქმა უნდა მოქმედებს მთლიანად რუსეთზე, რუსეთის იმიჯზე და პრინციპში ახლა ვიტყვი ალბათ იმას, რისი თქმაც მინდოდა ჩვენი პოდკასტის ბოლოში, მაგრამ რახან ამ თემაზე ვსაუბრობთ, ეს არის აი იმ რუსული ოცნების დასასრული, რასაც ერქვა საბჭოთა კავშირის აღდგენის მცდელობა 2.0 და ამას მოვესწრებით სულ ყველა ერთად. როგორც პირველ ეტაპს მოვესწრით, ასევე მოვესწრებით ამ ყველაფერს და აი ეს ყველაფერი ხდება ჩვენს თვალწინ. და ის რა შეცდომაც იყო დაშვებული 2022 წლის თებერვალში უკრაინის მიერ, როდესაც სამხრეთ ფლანგი იყო მოშიშვლებული და აი ამის კითხვის ნიშნები არის აქტუალური და ყოველთვის იქნება ამაზე მსჯელობა ძალიან მწარე კამათით. ახლა ვხედავთ, რომ სამხრეთ მიმართულება არის ძალიან აქტიური მუშაობის ქვეშ და ყირიმის ნახევარკუნძული, აზოვის მიმართულება და მთლიანად აი ეს ხაზი არის, ასე ვთქვათ, ძლიერი ცეცხლის ქვეშ, ასე რომ ნახოთ. მე ძალიან მაინტერესებს ეს ამბავი მომიყოლია, მაგრამ რა ყირიმზე როცა ვლაპარაკობთ, ძალიან ძნელი არ გახსენდეს. რა ბენხოჯესი, რაღაც 2 წლის წინ ჩავწერე, მაშინ არც იყო საუბარი საერთოდ ყირიმის მიმართულებაზე, რაიმე ტიპის შეტევაზე. და რაღაცა საუბარი იყო, აი რომელი პერიოდია, იცით, აბრამსების და ლეოპარდების გადაცემაზე, რომ დაიწყეს საუბარი, რამდენი ხნის წინ მოხდა ეს ამბავი და მაშინ ჩავწერე და არსებობს YouTube-ზე ეს რეპორტაჟი, სადაც ჰოჯესი იძახის, რომ რაც არ უნდა მოხდესო, ამ ომის დამთავრება დაიწყება ყირიმიდანო და ცოტა ანუ გამეცინა, მაგრამ მეორე მხრივ როგორი ეხა ჰოჯესი რო ამ შეფასებას აკეთებს და ამ პროგნოზს აკეთებს, როგორი არის რომ რაღაცა მაგრამ მაინც ვიფიქრე რომ ალბათ ან არა აქვს საკმარისი ინფორმაცია. როგორც ჩანს, სამხედრო ტაქტიკური თვალსაზრისით ის იქნება ის, რაც გათვლები არსებობდა. რა ფაქტი რა არის? ფაქტი ეხა მოცემულობა გვაქვს ის, რომ მართლა კუნძულად გადაქცევა ძალიან ცოტა უკრა. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ აუცილებლად ასე მოხდება? არ მგონია, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ეხლა არის ის პერიოდი, როდესაც რუსებმა ვერ აუღეს ალღო რა უყონ აი ამ ახალი მოდიფიკაციის დრონებს, რომელიც საშუალო სიღრმეებზე ურტყავს. იმიტომ რომ ჩვენ გვახსოვს, რომ პირველი სერიოზული გარდატეხა აი ამ დრონების ამბავში მასში გაჩნდა, როდესაც უკრაინელებმა მასობრივად მიაყარეს ფრონტს ერთივე დრონები ასე. და მაგრამ მე უნდა გავიხსენოთ აუცილებლად ისიც, რომ როდესაც ამას აუღეს, თვითონაც ჩაერთვენ ამ ფერხულში და გათანაბდნენ და რაღაცა დროს უპირატესობაც კი ჰქონდათ. ეხლა მივედით იმ ახალ ფაზაში, სადაც ჯერ რუსები ვერ უღებენ ალღოს, აი რა უყონ აი ამ საშუალო მოქმედების რადიუსის დრონებს, აი როგორ ებრძოლ ამის წინააღმდეგ. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ დრო დიდი არ არის, იმიტომ რომ ადრე თუ გვიან ალბათ ამასაც აუღებენ ალღოს. აი ამ დროში რას და როგორ მოასწრებენ, ეგ არის მთავარი. მე ამიტომ მთელი წელი და რავი, ამდენი ხანი ამ პოდკასტის არაერთხელ მithქვამს, რომ არ ველოდები ამ ომის დამთავრებას არც წელს. იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ომი რომ დამთავრდეს, რომელიმე მხარემ რამე დასახულ მიზანს უნდა მიაღწიოს და ვერც პუტინი ახდენს ამ მიზანს და უკრაინას არ შეუძლია აკეთებს, ხო? თუმცა იმედის მომცემად გამოიყურება. ვნახოთ სადამდე შეძლებს უკრაინა გასვლას, სანამ რუსები ამ ახალ ამბავს ალღოს აუღებენ. ეხლა ხო აი ამდენი დარტყმა ვიხილეთ ენერგო ობიექტებზე და 30%-ით არის შემცირებული აი ეს ნავთობის ამბები. ანუ ამაზე თითქოს ხო სულ გვესმის, რომ დარტყმები და ამდენი აალება არის, ამდენი შეფერხება არის. ეს გულისხმობს შენ მთელი რუსეთის მასშტაბით. მთელი რუსეთის მასშტაბით. თუ სწორად მახსოვს 60 ოლქში რუსეთის დეფიციტია ბენზინზე, ანუ არ გაცემენ ესე. კი. ხო ლიმიტებით და ლიმიტი ან მიუხედავად ამისა, მაინც რამხელა რესურსია მაგას უძახი და ამიტომ ეს რესურსი რო დაამარცხო, განგრძობადი წარმატებები გჭირდება რა და ჩვენ რასაც კარგს ხედავთ წელს არის აი ეს განგრძობადობა სხვადასხვა ფლანგზე, სხვადასხვა შინაარსის, თუმცა უკრაინელები ამ წარმატებას აღწევენ. როგორც თქვით, იმაზეც ვილაპარაკეთ, რა ხდება კონსტანტინოპოლში, თუმცა ის რაც აქამდე იყო, ხო, რომ
აი ამ უკრაინაში გაყინულ ფრონტს რუსეთი როგორ პასუხობდა? ხო, ძალიან მასირებული მძლავრი დარტყმებით ზურგში, სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, ენერგო ინფრასტრუქტურაზე. ამას უკრაინამ გაუძლო, თითქოს აუღო და ეხა შეუტრიალა იქით და ურტყავს სერიოზულად ენერგო ინფრასტრუქტურაზე, კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე. იმედი მაქვს, რომ კიდევ უფრო გაძლიერდება, რაც შენ თქვი, ბეკა, თუ კი აი ეს მიგოსტაცხრები დაეწევა, ეს პლანირებადი ბომბები ფრონტზე შევა, იმიტომ რომ აი ყველა ქალაქი რაც ჩვენ ანახი გვაქვს, რაც ნაცისფერ ზონად გამოცხადდება ხოლმე, ხო? არის მიწასთან ქალაქისაც რო ვეძახით რაღაცნაირად ყურში ზოგადად ნაქალაქარია, იმიტომ რომ იქ პრაქტიკულად სარიელი შენობა აღარ არის და შენობის ნანგრევებისთვის მიდის ბრძოლა უმეტეს შემთხვევაში. და აქედან გამომდინარე ისევ ყირიმს რო დაუბრუნდეთ, ყირიმში არ მგონია რომ რამე ასეთთან კონდეს საქმე. ალბათ რაღაცა სხვა ტაქტიკა იქნება. იგივე დესანტზე როცა საუბარი ვფიქრობ რომ ნუ თუ ახლა არის მაგის დრო, არ ვიცი, იმიტომ რომ თუკი ჩვენამდე არ მოდის ის იმდენი ინფორმაცია, რამდენიც უნდა მოდიოდეს და არსებობს რეალურად იმის შანსი, რომ ეხლა დესანტირება მოხდეს, რა შედეგზე უნდა იყოს ეს დესანტი გათვლილი, ხო? ესეც ხო ამბავი არის. იგი რატომ ამბობ ეხლა ამას? ნახეთ, ეს ხიდები რო განადგურდა და თუკი ბოლომდე განადგურდება, როგორც რუსებისთვის, ასე უკრაინელებისთვის განადგურდება, ხო? და იმ დესანტს დაჭირდება ზურგი, დესანტს დაჭირდება დახმარება. შესაბამისად, აი დესანტირებაზე ვფიქრობ, არ ვიცი. შეიძლება ვცდები და არ გვაქვს საკმარისი ინფორმაცია, მაგრამ ფაქტი ერთია, ფაქტი რჩება ის, რომ 2026 წელს ომის დაწყებიდან მე-5 წელი დაიწყო და სერიოზული ინიციატივა აქვს აღებული უკრაინას. მე არ დავარქმევდი ამას სამხედრო უპირატესობას, ეს არის ინიციატივა, ჩემი აზრით, რომელიც აღებული აქვს და რომელიც პროგრესირებს. ჩვენ მუდმივად ხას უსვამთ იმას, რომ თუ კი ეს ასე გაგრძელდება, მაშინ შემოდგომაზე იქნება მობილიზაცია რუსეთში, ხო? და აი მანდ მივდივარ ბოლოს, რომ მე ვერ წარმომიდგენი, რომ ეს ყველაფერი ასე გაგრძელდეს დიდხანს, იმიტომ რომ პუტინმა თავის ბიდლოს რაღაცა უნდა უთხრას, რაღაცა უნდა აჩვენოს. უკვე ჩნდება კითხვები, რომ კი, მაგრამ ის იმ გოგოზე მეცინება რა, რომ მოსკოვის შართვას ცდილობს ვიღაცა უკრაინა რუსეთის ომშიო, ან გეგონება მოსკოვი კუნძული იყოს სადღაც იმაზე, რა ქვია, ალასკას. ხო და ან იქ რაღაცა უნდა მოხდეს და ეს რაღაცა რა იქნება ძნელი სათქმელია, მობილიზაციის რაც შეეხება ბეკაც დარწმუნებული ვარ, უფრო განავთვალოთ ამ თემას, მაგრამ იქ უკვე გარკვეული ნაბიჯები ჩანს, რომ დაწყებულია რაღაცა მსგავსი. თუმცა ესეთი მასობრივი, თუ კი აქამდე ვფიქრობდი, რომ უფრო შემოდგომის ბოლოს ზამთრის დასაწყისში, ახლა ცოტა გადმოიწია აქეთო, ვფიქრობ, რომ შემოდგომის შუაშივე შეიძლება მოხდეს, იმიტომ რომ აი ეს ასე საუბრობდე, თუ კი ეს ასე გაგრძელდა, ეს ასე გაგრძელდა. იანიდან მოყოლებული რუსული მსხვერპლის რაოდენობა იზრდება, თუმცა აქვე ვთქვათ, რომ 50,000 ვერ მიაღწია, 35 იყო ბოლო. ეხლა ვნახოთ ივნისში არ შედეგები იქნება და რაც თავარია, მაისში როცა მე პირადად ველოდებოდი და ამაზე ბექამაც ლაპარაკა წინა თუ იმის წინა პოდკასტში, რომ მე პირადად ველოდებოდი, რომ მაისში რა მოხდებოდა ტერიტორიების ოკუპაციის ნაწილში, იმიტომ რომ თუ კი წინა წლების ჭრილს შევხედავთ, ხო? ხედავდით ხოლმე, რომ ზამთარში იყენებოდა და მაისში ორმაგდებოდა უცბად ოკუპაციის ფართობი. და მაისში პირიქით წლევანდელ წელს რეკორდულად დაბალი იყო. ეხლა არ ვიცი ივნისი ჯერ არ გადამიხედავს, ივნისაც შევხედავ და ყველაფერი მოკლედ იქით მიდის, რომ რაღაცა უნდა მოხდეს. ეს რაღაცა პირველ რიგში უნდა რუსეთისგან ველოდები ეხლა რაღაცა ნაბიჯს რა, იმიტომ რომ უკრაინას ინიციატივა აქვს, ჩანს რომ უკრაინას გეგმა აქვს, რა გეგმასაც მიყვება და თუ კი რამეს არიზამს რუსეთი, მაშინ ეს უფრო დიდ ტემპს აიღებს და მაშინ უფრო მიუახლოვდებით ომის დასასრულს იმ შედეგით, ამ შედეგით და ჩვენ სამივეს ძალიან და იმედი მაქვს, რომ ჩვენი მაყურებლის უმრავლესობა ძალიან გაუხარდება. ანუ ეს სიჩუმე არის ბოდიში რა, რამდენიმე წლიანდება და ეს სიჩუმე არის, ეს მოლოდინი არის, რომ რუსეთი ემზადა ამ როგორც ჩანს რაკეტების მარაგებს ავსებს და ასე შემდეგ, იმისთვის რომ თუ კი მანამდე რაღაცა 100 რაკეტით მიქონდა იერიში, ახლა 200-ით მიიტანოს ან რაღაცა. ნუ აი ესეთი სიჩუმე, ბჭყალებს სიჩუმე არსებობს. ერთი ახალი ამბავი, რაც მინდა გაგიზიაროთ, არის ის, რომ
პეტრიოტების რიგი იცით რომ არსებობს, მსოფლიოში პეტრიოტების რიგი და ამ რიგს უთმობენ რიგი ქვეყნები უკრაინას. მაგალითად შვეიცარია გაიწია და უკრაინის სასარგებლოდ გააკეთა. ანუ შესაბამისად ყველა რა თქმა უნდა, ელოდება იმას, რომ ეს სწრაფად ეს ომი სამწუხაროდ არ დასრულდება და ზამთარი იქნება ძალიან მძიმე და ასე შემდეგ. შესაბამისად, აერსაწინააღმდეგო და რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები უკრაინას ჭირდება და ამაზე მიდის ძალიან აქტიური მუშაობა ახლაც. აი ეს იყო ის თქواس მინდოდა. მე ყირიმს მინდა რომ ისევ დაუბრუნდეთ და რამდენიმე ასპექტი შემოვიტანო. პირველი ჩვენ აი ახლა როდესაც საუბრობთ, მათ შორის გუშინ წავიკითხე რიბარს ვუყურებ ხოლმე რა, ეს რუსული წყარო რომ არის, იმიტომ რომ რაღაცა მარტო უკრაინულზე არ დავრჩე და იქ რა თქმა უნდა ეს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში და მათი კონტროლით მოქმედი პროექტია, კი. ეს არის რუსული პლატფორმა, ესე ვთქვათ, სადაც პერიოდულად აანახლებენ თითქმის ყოველდღიურად გვთავაზობენ სად რა ხდება ფრონტზე რა და უკრაინული deep state-ის ანალოგია რა. და მოკლედ რომ ვთქვათ, რას ამბობდნენ და რას აჩვენებდნენ რუსები, შეგიძლიათ ამის გადამოწმება, ვისაც გსურთ, ძალიან მარტივად იძებნება მაგალითად Telegram-ზე. სამხრეთის მიმართულებით ზაპოროჟიეს ჩვენ ხო იქ ვაქცევთ ხოლმე ხშირად ყურადღებას რა ხდება პრიმორსკე და მაგ მიმართულებაზე ხო? რუსები თავად აჩვენებენ ახლა რომ აქტიური შეტევები მიმდინარეობს კამინსკეზე. ჩვენ ვისა მანამდე ხიდი აფეთქდა იქ ნახავთ მაგი თავარი დამაკავშირებელი გზა არის რომელიც ამ დასახლებას ყვებავდა ასე ვთქვათ ლოჯისტიკით და ეს ხიდი აფეთქეს და ახლა აი ამ ხიდის აფეთქების შემდეგ დაიწყო ძალიან აქტიური ზეწოლა მანდ. ანუ რჩება შთაბეჭდილება რომ მანდედან ცდილობენ რომ მაქსიმალურად წინ წაიწიონ სამხრეთის მიმართულებაზე უკრაინელებმა და გარდა ამისა გამოჩნდა კიდევ ერთი სიმპტომი ჩვენ გვისაუბრია ამაზე რამდენიმე კვირის წინ გავრცელდა ორი კვირის წინ გავრცელდა პირველი ინფორმაცია კიმბურნის შესახებ სადაც იყო საუბარი რომ აი ამ ლოჯისტიკის ლოკდაუნის ხარჯზე ესე ვთქვათ და გამოისობით მოუწიათ უკან დახევა, ჯერ ეს იყო რაღაც ინსაიდერული ინფორმაცია და გუშინ ჩვენ ვნახეთ ოფიციალურად დადასტურებული კადრებით დადასტურებული ფაქტი, რომ იქ უკრაინის დროშა აფრიალდა, ამდენი წლის შემდეგ, ხო? ანუ 22-ში შევიდნენ. ხო, ნახე, ანუ ხერსონის უკიდურეს დასავლეთ ნაწილზე ვსაუბრობთ ჩვენ შვერილზე, რომელიც არის და სადაც უკვე მიდის აქტიური საბრძოლო მოქმედებები. ეს უკვე რაღაცნაირად ხაზავს ჩემი აზრით გარკვეულ სცენარს, რომ სამხრეთით ყირიმთან ახლოს, მოდი ესე ვთქვათ, ხო? ანუ ხერსონის ნაწილზე ვსაუბრობთ, რომელიც შემდეგ უკვე მიდის იქით ყირიმის მხარეს. ანუ ხერსონის მიმართულებით საერთოდ არ არის გამორიცხული, რომ ჩვენ ვნახოთ კომპლექსურად ანუ იქ ლოჯისტიკის პრობლემები მწვავდება და ამავდროულად გარკვეული ჩანასახი ჩანს უკვე, რომ იქით მიდის მოძრაობა და შესაძლოა არ გამორიცხავ, რომ უფრო მეტად გააქტიურდეს ეს ამბავი. ძალიან ლოგიკურია, ხა მე რაღაცა სასწაულ დასკვნებს არ ვაკეთებ რა. უბრალოდ ძალიან ლოგიკური არის ეგ ამბავი, რომ თუ რუსები უკვე რაღაც უკიდურეს დასავლეთ ნაწილში იძულებული არიან პოზიციებით ათმონ, იმიტომ რომ ვერ მარაგდებიან, ეს არ იქნება, ეს არის რაღაც აისბერგის ზედაპირი, ხო? წვერია. ანუ ესე იგი იქ რაღაცა სერიოზული პრობლემები უკვე არის და ეს გამოიწევს რაღაცას, უფრო მეც ალბათ აქეთ მიდის ეგ პროცესი. ეს ერთი არ ვიცი მეთანხმებით თუ არა ამაში და მეორე ასევე მინდოდა თქვენთვის კითხვა დამესვა მე არ მაქვს ამდენი ინფორმაცია ყირიმში შიგნით რა პროცესები იყო მანამდე ვთქვათ თუნდაც ამ ომამდე ვიცი რომ გარკვეული ჯგუფები არსებობს იქ ატეში მაგალითად თათრების ჩართულობით არის თუ არ ვცდები ეს ორგანიზაცია ადგილობრივი წინააღმდეგობის ორგანიზაცია რომელიც იატაკქვეშა ასე ვთქვათ ახლა მაგრამ იმ ფონზე რომ გამწვავდება კრიზისი ხედავთ რომ ეთნიკური რუსების უმრავლესობა ახლა ცდილობს რომ ჩემოდნებით უკვე ჩალაგებულით გააღწიოს ყირიმიდან ან ახლა ალაგებს და იწყებს ამაზე ფიქრს ადმინისტრაციის პოზიციები ფაქტია სუსტია იმიტომ რომ ხალხს ეუბნებიან იმას რომ ბენზინს ვერ მოყიდით და იმასაც ვერ ეუბნებიან
რამდენი ხანი შეიძლება გაგრძელდეს ეს ამბავი. და უბრალოდ ბოლოს ძალიან უსუსური პოზიცია აქვს, რომ პანიკაში ნუ ჩავარდებით და ჩვენ ვიცით, რომ როდესაც ოფიციალური პირი ამას გეუბნება, რომ მოდი ახლა ნუ გეშინია, ეს უკვე ნიშნავს, რომ კატასტროფა ხდება, ხო? ანუ ეგ არის პანიკის პირველი საფუძველი, ასე ვთქვათ. როდესაც ამას გეუბნება, თან დედლაინსაც ვერ გიდგენს, როდის რა მოხდება. ელექტროენერგია სადამდე არ გეშინოდეს. ხო, სადამდე არ გეშინოდეს, ამასაც ვერ გეუბნება. ანუ აი იქ ეს წნეხი ხომ არ შეიძლება რომ რაღაცა შიდა ბუნტის ან რაღაცა დაპირისპირების მინიმუმ შესუსტების და რაღაც მეტი ქაოსის შემომტანი გახდეს. აი ეს თემა მინდოდა რომ თქვენთვის შემომეთავაზებინა განსახილველად. შემოდის ცხადია ეს თემა, ჩვენ ბევრჯერ შევეხეთ ირიბად თუ პირდაპირ რუსეთის შიდა ვითარებას და მდგომარეობას, მათ შორის პირველ რიგში დემოგრაფიულს, შემდეგ ეკონომიკურს, სანქციებს, იმიტომ რომ მუშაობს ეს სანქციები და ეს არის ფაქტი. შევეხეთ იმასაც, რომ მოსკოვის და პეტერბურგის ოლქებიდან სულაც არ იღწვიან მაინდა-მაინც ფრონტის წინახაზზე წასვლისკენ, ეს სურვილები ნაკლებად არის და თუ კი დინამიკას კი არა და სტატისტიკას შევხედავთ ჩვენ ომის პირველ ფაზაში, რომელი რესპუბლიკებიდან მიყავდათ მეორეში, მესამეში, მოსკოვი და პეტერბურგის ოლქები იქ სულაც არ იყო მოწინავე პოზიციებზე, ხო? ანუ ლენინგრადი გედგა პირზე აშკარად და დავა. ხო და პირველი იყო ჩრდილო კავკასიის რესპუბლიკები, ძალიან მაღალი მაჩვენებლით დანაკარგების, შემდეგ იყო ეს ბურიატია იყო, ხო, მოსახლეობის მიხედვით ყველაზე დიდი მსხვერპლი მან და რა თქმა უნდა და წავა. ის რომ ახლა მწვავე დეფიციტი დგას საწვავის და ძირითადად დიზელი არის, ანუ დიზელი იშოვება და ხო, დიზელზე მომუშავე მანქანები ხო არიან. ყაზახეთთან აწარმოებენ მოლაპარაკებებს, რომ უკან შეიძინონ რაღაცები, ინდოეთთან აწარმოებენ ამ მოლაპარაკებებს, რაც მიყიდეს უკან დაიბრუნონ და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, ტარიფი ალბათ სხვა იქნება მანდაც და მინიმუმ მაღალ ფასს გადაიხდიან ამ ყველაფერში და რა თქმა უნდა, ეს რიგით მოქალაქეზე ძალიან მოქმედებს, იმიტომ რომ სულაც არ არის ეს ყველაფერი რაღაც ვილიკა დირჟავა, ეს არის ჩვეულებრივი ტაშტი, რომელსაც აქვს უამრავი ბზარი და ნახრეტი გაკეთებული, ხო? ანუ ჩვენ რაც ჩვენ ვიცით და რაც ჩვენ არ ვიცით და რუსეთის მოქალაქე მიცის, ურალს მიღმა რა ხდება, კამჩატკაზე რა ხდება, საერთოდ სად რა ხდება, ჩინეთის მოსაზღვრე რეგიონებში რა ხდება, როგორი არის გავლენა ჩინეთის, რამდენი ჩინელი ცხოვრობს, თუ კი მაგათ 20 წლის წინ იყო საუბარი, რომ მეტი კიდე რომ 20 მილიონზე მეტი ჩინელი იყო უკვე რუსეთის ტერიტორიაზე, ხო? ახლა წარმოიდგინეთ რა დასახლებებია მთელი სასაზღვრო ზონაში. და ყველა ივანოვი იყო, მე მგონი გვარად. ანუ ერთ სახელზე, ხო? ეს ცოტა უტრირებით, მაგრამ ნუ დაახლოებით ესე იყო. ასე რომ რუსეთის ეკონომიკა ძალიან მძიმე მდგომარეობაშია და მისი დემოგრაფია კიდევ უფრო უარეს ვითარებაში. რეალურად ეს პრობლემა მათ აქვს. ძალიან დიდი პრობლემა, რომელიც აისახება იმაზე, რომ ცდილობენ ბოლოს იყო რამდენი 30 თუ 38,000 სხვა ქვეყნის მოქალაქე მოიზიდეს, რომ გაიგზავნათ ფრონტის ხაზზე, ხო? ანუ ეძებენ ყველანაირ რესურსს იმისთვის, რომ სხვა ქვეყნებიდან იშოვონ რაღაცა სამხედრო ძალა, ან ვიღაცა ტიპები, რომლებიც ხელში აიღებენ იარაღს და წავლენ იქ საბრძოლოდ. ამდენი ფულიც აღარ არის. ფიზიკურად აღარ არის. რეგიონებს ეტყობა ძალიან ეს კოლაფსი. და ვინც რუსეთში ცხოვრობს ყველაზე კარგად მაინც. ეს შეიძლება თვითონ მოსკოველმა არ იცოდეს და ვიღაც პეტერბურგელმა ესე ვერ გრძნობდეს, ხო? როგორც თბილისში ვიღაცები ვერ გრძნობენ რაღაცებს, ხო? ანუ ანალოგიურად, მაგრამ როგორც კი გახვალ ქალაქიდან და გახვალ პერიფერიაში, ხო? ყველაფერი ცალსახა არის და ყველაფერი ძალიან თვალსაჩინოა. ძალიან თვალსაჩინო. ეს ომი დიდხანს ფიზიკურად ვერ შესაძლოა კიდე 1 წელი გაგრძელდეს. ღმერთმა არ ხმის, მაგრამ შეიძლება 2 გაგრძელდეს, მაგრამ დიდხანს, ანუ უსასრულოდ ეს ყველაფერი ვერ გაგრძელდება. უსასრულოდ ვერ გაგრძელდება ნამდვილად. არ ვიცი გახსოვთ თუ არა, ეს ომი რომ დაიწყო, რუსებმა გააკეთეს რეკლამა, კადრში იყო ეს ავტომობილი ჩაბმული ვირზე თუ ჯორზე და იმას მიყავდა, იმიტომ რომ ჩვენ რო სანქციები დაგვიწეს, ესო ის რა ქვია, ბენზინი აღარ აქვს და ესე უწევთ გადაადგილება, დაცინვა იყო ევროპის რა მოხდა და ეხლა რასაც რეკლამაში მაშინ რუსებს აყურებინეს, ეხლა ხალხი თავის ფანჯრებიდან ხედავს იგივეს. ანუ ის რაც ევროპაში
იუარაუდეს რომ მოხდებოდა რომ სახედრებზე ჩააბავდნენ ევროპელები თავის მანქანებს და ისე იuliდნენ დღეს რეალობა დადგა რუსეთში და როცა გავიაზრეთ რომ რუსეთში საწვავზე არის დეფიციტი აი ეს რომ ამ ომის დაწყებამდე ვინმეს ეთქვა რომ აი ომის მიმდინარეობა ისეთი იქნება რომ ერთ დღესაც რუსეთში საწვავის დეფიციტი გაჩნდება ანუ საგონებაზე ხო არც ერთი არ შევაფასებთ ვიტყოდით რომ ეს რაღაცა არ არის კარგი ხო მე რა მახსენდება იცი რატი ბოდიში რო გაგაწყვეტინება რატი და ბექა ორივეს გემახსოვრებათ ეს ძალიან ცნობილი ფაქტები როდესაც 24 თებერვალს შეიჭრნენ უკრაინაში და ვნახეთ რომ რამდენიმე თვეში რუსული ტანკები უბრალოდ საწვავის გარეშე იდგნენ და ან საწვავს პარავდნენ ან ყიდდნენ და ასე ეს იყო მაშინაც საწვავის თემა მაშინაც ძალიან ეს დრამატურგიული ხაზი მიდის ოღონდ ეხლა ძალიან მძიმედ ხო ძალიან მძიმედ ეხლა იძულებულები არიან მაშინაც რო თავიანთი კორუფციით ან უკრაინელების იმით რაღაცა გვემახსოვრება უკრაინელი ბოშები ხო ტრაქტორებით რო ტანკებს პარავდნენ და მაგარი ამბავი იყო ხო და მოკლედ იმის თქმა უნდა რომ თუ კი დადგა ამოში დღე როდესაც რუსეთი დადგა რეალურად საწვავის დეფიციტის წინაშე მაშინ უკვე ყველაფერი შეიძლება მოხდეს რა და რავი იგივე ასე ჩვენ ამბობდი ბექარო ყირიმში შიდა ამბები ხო ანუ მე მაგას დავაზუსტებ რატომ ვამბობდი ბოდიში აი პატარა იმას სიცხადე შემოვიტან რა ანუ გარდა იმისა რომ ვავითარებამ ლოგიკას ან ძალიან საგულისხმო იყო ჩემთვის რობერტ მადიარის ინტერვიუ სადაც მან პირდაპირ თქვა რომ კოშმარი რუსეთისთვის დაიწყება ყირიმიდან და ამაში რას გულისხმობდა კვეტექსტი ეგ იყო რომ რუსეთის დაშლის პროცესი აქედან დაიწყებაო და ეს იქნება ძალიან დიდი პოლიტიკური მარცხი პუტინისთვის თუ დაკარგა ყირიმი დაკარგა რა ფორმით და როგორ კიდე სხვა ამბავია ხო ახლა ჩვენ ხო მაგაზე ვშელობთ რომ აი რაღაცა დესანტი გადავა არ გადავა შიდა ბუნტი იქნება არ იქნება მაგრამ აი მადიარის მაგ მინიშნებაში ეგ მომენტი უფრო დავიჭირე რომ ამ კრიზისის ფონზე იქ რაღაცა სხვანაირად შეიძლება მოხდეს რამაც მე შეიძლება დომინოს ეფექტით გამოიწვიოს ეს უკმაყოფილება გააღრმავოს სხვაგან რუსეთის სიღრმეში ანუ ეგრე დავიჭირე აგიჟებს ხო ეგაც ეგ აბსოლუტურად გასაგებია კი რომ ინფორმაციო ომია მის ნახევარ კუნძულზე ცხოვრები ადამიანების ასე ვთქვათ უმრავლესობა ხო ახლა იგივე უკრაინელო დამოუკიდებლობა გამოცხადდა კი 54% იყო ყირიმში თუმცა რო შეადარო დონეცკის ოლქებზე დაბალი მაჩვენებელი იყო ვინც მხარი დაუჭირა უკრაინის დამოუკიდებლობას ყირიმში კი 50%-ზე ბევრი მეტი იყო თუმცა უშუალოდ დონეცკის ოლქის და ლუგანსკის ოლქის მაჩვენებელზე დაბალი იყო. იქაური ადგილობრივი იგივე რაც მოხდა 2014-ში ხომ მართლა ის გაუსრულებლად ჩაბარდა ამ ხელნახევარ კუნძული და ერთეულებება თუ რაღაცა ანუ აბსოლუტური გაუგე ანუ აბსოლუტური მოუმზადებობა გაუგებრობა გენერლები პირდაპირ გადავიდნენ რუსულ მხარეს ანუ ამიტომ აი ეს შიდა ბუნტი ცოტა არ ვიცი დესანტი უფრო რეალური მგონია მიუხედავად იმისა რომ ის არ არის რეალური მგონია ვიდრე შიდა ბუნტი თუმცა კიდევ ერთხელ ვიზახან ჩვენ არ ვიცით როგორი მუშავა იქ სამსახურება ჩვენ არ ვიცით ვინ არის შეჟონილი ჩვენ არ ვიცით იქ რეალურად რა ხდება ჩვენ და მეორე არის კიდე აქ ზოგადად რუსი ადამიანის ფსიქოტიპი რომელიცაც ერთ დღესაც ამოასხავს და მეფეს მოკლავს ხო შესაბამისად არ ვიცით სად გაიხსება რუსის მოთმინების ფიალა თუ კი ასეთი შეიძლება მოხდეს მაგრამ რუსი ოლიგარქების კი ბატონო და ისტორიას უჩვენებია რომ ასეთი ფიალა ივსება გვიან ძნელად ნელა მაგრამ ივსება შესაბამისად ამ ყველაფერს დაველოდოთ და თან მოდი ნელ-ნელა კონსტანტინოვკისკენ გადავინაცვლოთ მე მგონი რომ მე შემჩნეული მყავს რომ როგორც შემახზე ისე თქვენ არხებზეც ძალიან ბევრი რუსეთუმია და მაგდენი ჩვენ საერთო არხზე ამ ბოლოს სიტყვაზე არ აქვს თუმცა 1-2 ჩვენთანაც გამოერევა ხოლმე და მათ რომ კომენტარებში არ დაგვიწეროთ რა კონსტანტინოვკაზე რატო არ ვაპარაკობ მოდი ვისაუბროთ კონსტანტინოვკაზე შემოთავაზ და ბარემ რადგან დავიწყე მოკლედ ვიტყვი და მე ხო ანუ ახლა ჩვენ მე და ბექა ყოველკვირე რეჟიმში ვადევნებთ ჩვენს YouTube-ზე გიორგის თავის YouTube-ზე სხვა ის აქვს უფრო საინტერესო ინტერვიუების განხრა ხო და ბეკა გახსოვს შენ კონსტანტინოვკის საზღვრო როდის გამოჩნდნენ რუსები შარშან სექტემბრის მარი ის რა ქვია
მირნოჰრადი პოკროვსკის ამბები. პოკროვსკი არ იყო ჯერ დასრულებული. არა, პირველად რო თქვეს რომ რუსებმა რომ აი ავიღეთო პოკროვსკი, ოღონდ მე რო კიდე 5 ჯერ აიღეს, აი მაშინ გამოჩნდნენ შარშან ზაფხულს. რუკაზე ხო, შარშან სექტემბერი იყო რა. თუ კი რუკაზე დავხედავთ კონსტანტინოვკის სამხრეთ აღმოსავლეთით პატარა წყალსაცავი არის. აი მაგ წყალსაცავის მიდამოებში უკვე გამოჩნდნენ რუსები და მაშინ ატყდა პირველი ჟრიამული აი იგივე რიბარზე და იგივე სხვა ეგეთ რუსულ არხებზე რომ კონსტანტინოვკაზე დავიწყეთ შეტევა. და რადგან ალისებური რაღაცა ტბა არის და იგი საუბარი იყო რომ იქ ვამწყდოთ ალყაშიო. ალყაში ვამწყდოთ იქ წყალს ვერ გაექცევიანო და დაიხშობიანო. ანუ სწორად გვახსოვს ჩვენ შარშან ზაფხულს კი. რადგან თვითონ აიღეს სათვალავად ეგრო მაშინ დაიწყეს კონსტანტინოვკისთვის ბრძოლა, სექტემბრიდან დღემდე 9 თვეა გასული. და 9 თვეში მოახერხეს ის რომ კონსტანტინოვკა გადავიდა ნაცრისფერ ზონაში. ნაცრისფერი ზონა არის ზონა, სადაც არც უკრაინელების ეფექტური კონტროლია, არც რუსების და მიდის შეჟონვა ამ რუსების საზარბაზნე ხორცად. ტაქტიკა უცვლელია, ავიადარტყმები, რასაც პეკა საუბრობდა, მიწასთან გასწორებული ქალაქი, ნანგრევები უბანში, ამ ნანგრევებში შეჟონვა რუსების სხვადასხვა დანაყოფების დაგროვება შემდეგ რაიონში გადასვლა და ასე. როდესაც იგივე სიტუაცია შეიქმნა იგივე პოკროვსკი მირნოჰრადის მიმართულებით, მაყურებლას შევახსენებ, რომ ეხლა სიტუაციაც პოკროვსკიშია, ეგეთი სიტუაცია მირნოჰრადი, კი არა, კონსტანტინოვკაშია. ეგეთი სიტუაცია მირნოჰრადი პოკროვსკიში რო იყო, მას მერე სადღაც 3 თვე დაჭირდათ რუსებს, რომ ეთქვათ, რომ მორჩა საბოლოოდ ავიღეთ. კი. და აქაც თავარია კონსტანტინოვკას მოყვება რა ქვია სლავიანსკი, კრამატორსკი, შუაში ერთი ქალაქია და მე კონსტანტინოვკა. ჩადის სახელო და გავცვალე. მოკლედ, კიდევ ერთი ქალაქი არის. კი, შედარებით პატარა კრამატორსკი. ხო, დრუშკოვკა. და ეს აგლომერაცია ეს როგორ დაყვეს, ხო? რუსებმა თავიდან ყველა ელოდებოდა ერთიან დარტყმას სლავიანსკი, კონსტანტინოვკა, კრამატორსკზე, მაგრამ მე რუსებმა ორად გაწყვეს დრუშკოვკა, კონსტანტინოვკა და სლავიანსკი, კრამატორსკი. სლავიანსკი, კრამატორსკი საკმაოდ გაჭედილები არიან იქით მხარეს და აქ სამხრეთიდან შედარებით წარმატება აქვს. კიდევ ერთხელ კონსტანტინოვკისთვის ნაცრისფერი ზონამდე გადასვლას დაჭირდა 9 თვე. მისაღება სადაჭირდება არავინ იცის, კიდევ დაველოთ. ეგ ალბათ გადაწყვეტილი ყველაფერი იქი იმითი გადაწყვეტება, რას გადაწყვეტენ უკრაინელები. იბრძოლონ თუ გაეცალონ. ჩვენ ისტორია გვაჩვენებს, რომ ისინი არ ეცლებიან და მათ შორის ნანგრევებად ქცეული ქალაქისთვის ბოლომდე დგანან. ეს რამდენად გამართლებულია ამაზე მათ შორის უკრაინულ საზოგადოებაში ძალიან ბევრი მსჯელობა მიდის, ხომარჯობია რომ ნანგრევებისთვის სოციალური ძალა, რომელიც ისედაც დეფიციტში არ გავწიროთ, მაგრამ იმ ფონზე, რა ფონზე სამხრეთში უპირატესობაზე შეგვიძლია უკრაინელებს ვისაუბროთ, მე მაინც ვარაუდებ, რომ ალბათ ბოლომდე იდგებიან კონსტანტინოვკაშიც, იმიტომ რომ დრო ახლა ნამდვილად არ მოქმედებს პუტინზე. იმიტომ რომ როცა იქნება გამოფხიზდება ტრამპი და გაახსენდება, რომ შარშან შემოდგომამდე ქონდა მიცემული პუტინისთვის დრო რო აიღო დონბასი. ხო, სხვა შორის ახლა გააქტიურდა ტრამპი, გააქტიურდა ცოტა და იძახის იქ რაღაც კარგებს იძახის მოკლედ უკრაინას. ირანი მოაგვარა და ახლა ერთი მნიშვნელოვანი განსხვავება, ახლა რატომ რაც ახსნა იგივე ვადებთან დაკავშირებით რა ხდებოდა პოკროვსკში. ახლა არის უმნიშვნელოვანი განსხვავება ის რაც არ იყო შარშან ზაფხულს, რომ მაშინ იყო მაქსიმუმ დაახლოებით 50 კილომეტრი ითვლებოდა ყველაზე უკანა სიღრმეთ, ზურგად, სადაც უსაფრთხო იყო მომარაგება და დღეს ჩვენ ლაპარაკობთ იმაზე, რომ აი ახლა ვიდრე ჩვენ დავიწყებდით ჩაწერას, მაგალითად, ჩვენ რომ ამბობთ, რომ სამხრეთის მიმართულებით იქ მნიშვნელოვანი გზატკეცილები იბომბება, ეს არ ნიშნავს, რომ აღმოსავლეთის მიმართულებით არ იბომბება, იგივე ლუჰანსკის ტერიტორიაზე და დონეცკის ტერიტორიაზე, დღეს მაგალითად ცნობილი გახდა, რომ 2-3 ხიდი ააფეთქეს. ეს ხდება 100 კილომეტრის სიღრმეში დაახლოებით, სადაც არათუ საშუალო დისტანციაზე მოქმედი დრონები მუშაობენ, უკვე FPV კამიკაძე დრონები განვითარდა ისე და ისეთი გამოსახულებით იძლევა, რომ 100
წინა კვირას იყო თუ 2 კვირის წინ რეკორდი 103 კილომეტრი დააფიქსირეს FPV დრონით და მე იყო მეორე რეკორდი იმავე დღეს 106 კილომეტრი დააფიქსირეს ხალხო. ანუ დღეს ეხა რუსეთის პოლიტიკა ეგრე მუშაობს, რომ ცდილობენ რომ ტერიტორიული მიღწევებით შეფუთონ რაღაცა წარმატება. მანდაც ხომ ძალიან უჭირთ გასაგებია, მაგრამ თუნდაც ეხა აი კონსტანტინივკაზე რომ ვისაუბროთ, ხო, რას გულისხმობენ ისინი აღებაში. დროშის ოპერაციები და მთლიანობაში რამდენიმე ასეული რუსი ჯარისკაცი არის მთლიანობაში მთელ ქალაქში შეჟონილი. ანუ აქ იმაზე კი არ არის საუბარი, რომ აი შევიდნენ წყობრად და იქ რაღაცა აიღეს და დაიკავეს. არა, აქ არის საუბარი იმაზე, რომ რაღაც რამდენიმე ერთეული ერთჩენობაში შევიდა, რამდენიმე ერთეული მეორე რაღაცა 100-150 კაცზე ვკითხულობდი ამას წინათ ინფორმაციას და იცით რა, ეს საინფორმაციო მიმართულება ესე მუშაობს, რომ იქ რაღაც დროშას რომ აწევენ, მაგალითად რომ დაფიქსირდა კონსტანტინოვკის რაღაც უკიდურეს ჩრდილოეთ ნაწილში ერთი დროშის აწევა და ეს დრონით დააფიქსირეს, ხო? ის უკვე ნაცრისფერი ზონა ხდება, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ის რაღაცა კარგად ათვისებული და გამაგრებული ლოკაცია არის. მაგ ლოგიკით კონსტანტინივკა შეიძლება ერთი თვის ვადაში აითვისონ რუსებმა და დიდად არ მგონია რომ ხო კი ეცდებიან რომ მარტივად არ დათმონ, მაგრამ არც დიდად თავს არ შეაკლავენ ახლა იქ უკრაინელები, ასე მგონია, მაგრამ ამავდროულად ზურგი იბომბება მნიშვნელოვნად, მომარაგების პრობლემებია და ეს პირდაპირ პროპორციულად ნიშნავს იმას, რომ საყრდენი პუნქტი არის უფრო სუსტი, ვიდრე შეიძლებოდა მანამდე ყოფილიყო. იგივე ვიდრე ხდებოდა პოკროვსკის შემთხვევაში თუნდაც რა, იქ მომარაგება და უფრო მყარი პოზიციების გამაგრება ხდებოდა, მე წინწასვლა. ეხა აქ მთელი ამბავი ეგ არის, ეგ არის ყიფე. და ამის მაგალითი არის იგივე კუპიანსკი. სწორედ და ნუ ეგ ისტორია მთლიანად რა, იმიტომ რომ შევიდნენ რუსები, დაიკავეს, თითქმის სრულად ჰქონდათ ათვისებული ქალაქი და მოხდა ისე რომ ჰოპ გადაჭრეს იქ ჩრდილოეთიდან მომარაგების გზები, წავიდა ძალიან სწრაფი კონშეტევა და მოაქციეს ალყაში. ანუ ეგ მოხდა კუპიანსკში, ხო? აგერ დეკემბერში. შესაბამისად, ანუ ეგ ტერიტორიული მიღწევები დღეს არ არის მაგან დაკარგა, არის რა თქმა უნდა შედეგი, მაგრამ ეს არ ნიშნავს რაღაც განსაკუთრებულ სტრატეგიულ რაღაცა წარმატებას რუსეთისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ცდილობენ რომ ესე შეფუთონ. არ ვიცი, ჩემ აღქმაში ესე არის, შეიძლება მე რაღაცა სამხედრო სტრატეგი და დიდი სპეციალისტი ამ ამბის არ ვარ, მაგრამ ფაქტია, რომ ეს ყველაფერი დღეს ესე ხდება. ფაქტია რომ შეიცვალა მოცემულობა და რაღაცების კონტროლი უფრო და უფრო გაუჭირდება რუსებს, იმიტომ რომ თავარი სისხლი და ხორცი არის ლოჯისტიკა და ნუ ლოჯისტიკა ერღვევათ ფაქტია, არ ვიცი. მორგოული იყოს მთლიანად არავა. ხო, ანუ ეს რაღაცა კატასტროფა არ არის რა. ხო, ნამდვილად არ არის კატასტროფა. მე მგონი ამ ამბავზე ის ბოდიში ლუკაშენკოს ამბობს არ შევეო, ხო? აუცილებლად უნდა შევხვდე. და მაგით დავასრულე. და მე ამ წუთამდე ვერ გავიგე რა მოხდა. ანუ ფაქტად მოხდა ის, რომ ეს ტრანსლატორები აღარ მუშაობს, მაგრამ რატომ აღარ მუშაობს? ანუ დივერსიული აქტი მოაწყო უკრაინა, ლუკაშენკომ გამორთო. არა, დაემუქრა პირდაპირ, ხო? ეგ პრეისტორია, ვიცი. მე უფრო საინტერესო ამბავი მოხდა, არ ვიცი რამდენად მიადენოთ თვალყური გუში. როდესაც ამ ულტიმატუმის ვადის სამოწმობამდე ცოტა გაიყო დარჩენილი, ლუკაშენკომ თქვა, რომ მე ხა წავედიო. ხო? თქვენ ევროპასთან შეგეშინდეთ რაღაცა მიულინებები მაქვს. გრძელვადიანიო. გრძელვადიანიო და გუბერნატორი გაუშვა ხალხთან მოსაზღვრე რაიონში. და გუბერნატორი მოთხოვა ლუკაშენკომ შემოგითვალოთ, რომ არ ინერვიულოთ ყველაფერი კარგად ხდება, მე კი უნდა წავიდე ხა ქვეყნიდან, მაგრამ თქვენ არ ინერვიულოთ. და დღეს შეხვედრა იყო თან, დღეს იყო შეხვედრა უკრაინელებთან. პულის გავრცელებული ხო რაღაც. ანუ თვითონ მაგათმა თვითონ ბოდიში ბელარუსმა მხარემ გამორთო ეს ტრანსლატორები, რამე დივერსია მოხდა, მოლაპარაკება, ძალიან მაინტერესებს დეტალები რა მოხდა და ვერსად, ანუ ფაქტად ვიცი რომ მოხდა, მაგრამ რატომ მოხდა და რანაირად არ ვიცი. თქვენ ხო არ მიადენეთ თვალყური რამე მე ძალიან მაინტერესებს და მეც ვადევნებდი თვალს მაგ დინამიკას და ეს შეხვედრა ბოლოს რაც წავიკითხე იყო ორმხრივი, ანუ უკრაინელები იყვნენ ჩასული და იქ შედგა და ნუ არ ვიცი ხა ამ ეტაპზე ჩემთვის ეგ უფრო გავს რომ რაღაცებზე მოილაპარაკეს.
მოგილაპარაკეს ხო იმიტომ რომ ერთია რომ რამე რომ მომხდარიყო დღეს ისეთ ეტაპში ვართ რომ გავრცელდებოდა კადრი, რამე კადრი აუცილებლად გავრცელდებოდა, მაინც არ მგონია რომ თუ ამას გააკეთებდნენ და სადაც ზელენსკის დონეზე, ანუ პრეზიდენტის დონეზე ეს ამბავი საჯაროდ გამოვიდა და ითქვა და მით უმეტეს ულტიმატუმი იყო, არც имас დამალავდნენ თუ რაღაცას დაარტყეს პირობითად იქ. ახლა ის რომ ბელორუსის ტერიტორიაზე უკრაინულ სპეცსამსახურებს ჰქონდათ აქვთ და ექნებათ ინტერესი, ეს არის დადასტურებული ფაქტი და გაგახსენებთ ვაგნერგეიტის სკანდალს, რომელიც ბელორუსის ტერიტორიაზე ხორციელდებოდა, ძალიან მოკლედ, ანუ ვაგნერელების გადაბირება ხდებოდა იმისთვის, რომ აღრიცხვაზე აიყვანათ და მერე სულ დაიკავებთ, ანუ ვინ წავიდოდა უკრაინაში საბრძოლოდ. ხო, ანუ ძალიან დიდი ოპერაცია გასკდა მერე საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი. ასე რომ იმის თქმა მინდა რომ გური იყო მაშინ ამ ყველაფერში ჩართული, SBU იყო ჩართული ამ ყველაფერში და ეს ანუ სპეციალური სამსახურებისთვის ბელორუსის ტერიტორია, რა თქმა უნდა, არის ძალიან კარგი სამუშაო არეალი. ხო, კარგი მოედანია და ეს საკითხიც რეტრანსლატორების საკითხიც არის მიბმული და რა თქმა უნდა, ეხლა პოლიტიკური მსჯელობა და მესიჯები და ასე შემდეგ ამ ყველაფერმა გასჭრა. ფაქტია. ფაქტია რომ ყველაფერმა იმუშავდა. ამ გონი შევაჯამეთ ხო დღევანდელი თუ? ხო, კი ბატონო, შევაჯამოთ დღევანდელი ეპიზოდი. მე მგონი საინტერესო დისკუსია გამოვიდა იმის ხარჯზე, რომ ძალიან საინტერესო პროცესები მიმდინარეობს. ნახოთ მომავალ კვირაში როგორი შემადგენლობით ვიქნებით. შესაძლოა რომ შტატებიდანაც შემოგვიერთდეს ია, დიდი ალბათობით ბრიუსელი მინიმუმ ჩვენთან ერთად იქნება. ახლო აღმოსავლეთშიც რა მოხდება, ვნახოთ იმის მიხედვით შესაძლოა ისრაელიც ჩავრთოთ. ერთ სიტყვით, დიდი მადლობა ყურადღებისთვის. თუ ამ დრომდე გვიყურებდით და ლაიქეთ ვიდეო და გამოიწერეთ არხი, კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ კავკასიას იმისთვის, რომ ეთერს გვითმობს და ჩვენ პოდკასტს მუდმივად ანთავსებს თავის ეთერში. და დაელოდეთ შემდეგ ეპიზოდს. ყოველ კვირას ჩვენ ვიკრიბებით იმისთვის, რომ ყველაზე აქტუალური თემები მიმოვიხილოთ და ჩვენი ბოლო სიტყვა ვთქვათ. მოგაწოდოთ ინფორმაცია და გარკვეულწილად ჩვენი ფორმატი ითვალისწინებს შეფასებას. მადლობა ხალხო, დროებით ნახვამდის გამოგვიწერეთ და გოლაიქეთ იაქტებით კომენტარებში, გაგვაზიარეთ სოციალურ ქსელებში, ერთ კვირაში შევხვდებით. დროებით შეხვედრამდე და შემოგიერთებით ჩვენი ხალხით ბრიუსელიდან, ვარშავადან, ვაშინგტონიდან, იერუსალიმიდან.